2006 წელს არგენტინაში ბანკორიოს გარშემო პოლიციის მთელი არმია იდგა. შიგნით მძარცველებს მძევლები ჰყავდათ აყვანილი და პოლიციისგან პიცასაც გითხოვდნენ. რამდენიმე საათის შემდეგ ერთ-ერთმა მძარცველმა განაცხადა, რომ დანებებას აპირებდნენ. თუმცა როცა სამართალდამცავები ბანკში შევიდნენ, იქ აღარავინ დახვდათ. მძარცველები უკოლოდ გამქრალიყვნენ და დაახლოებით 20 მილიონი დოლარის ნაღდი ფული და ძვირფასეულობა წაეღოთ. ეს იყო არგენტინის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანურად დაგეგმილი ბანკის ძარცვა, რომელიც 4 ადამიანმა მოიფიქრა. მათ შორის იყვნენ ოპერაციის ლიდერი ფერნანდო არაგო, ტექნიკური სპეციალისტი სებასტიან ბოლსტერი, ფინანსისტი ბეტო დელატორე და ადამიანი, რომელსაც ჯგუფში ყველაზე მოძალადე წევრად მიიჩნევდნენ. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ფერნანდომ ფსიქიატრს გაუმხილა, რომ ბანკის ძარცვა სურდა. მან ეს იდეა თითქოს ხელოვნების ნიმუშად წარმოედგინა და თქვა, რომ ძარცვისგან შედევრის შექმნა შეეძლო. ფსიქიატრმა მას სერიოზულად არ მოусმინა, თუმცა ფერნანდო უკვე ნამდვილად გეგმავდა არგენტინის ისტორიაში ყველაზე დიდ და დახვეწილ ძარცვას. ის ყოველდღე დადიოდა ბუენოს-აირესის ქუჩებში და შესაძლო სამიზნეებს აგვირდებოდა. საბოლოოდ მან მდიდარ უბანში მდებარე ბანკორიოში არჩია, რადგან იცოდა, რომ იქ მდიდარი კლიენტები ინახავდნენ ფულს და ძვირფას ნივთებს. ფერნანდომ რამდენიმე ვარიანტი განიხილა. ბანკში შეიარაღებული შეჭრა მარტივი ჩანდა, მაგრამ პოლიციის მოსვლამდე საკმარისი ფულის აღებას ვერ მოასწრებდნენ. მეორე ვარიანტი კი ბანკის დახურვის შემდეგ მიწისქვეშა გვირაბით პირდაპირ სეიფამდე მისვლა იყო. რისკი დიდი იყო, მაგრამ შესაძლო ნადავლით გაცილებით მეტი იქნებოდა. შემდეგ ფერნანდომ შემთხვევით აღმოაჩინა ის, რაც მთელ გეგმას ამარტივებდა. ბანკის მიმდებარე ქუჩაზე კანალიზაციის ჭები დაახლოებით ყოველ 10 მეტრში იყო განლაგებული. ეს ნიშნავდა, რომ ბანკის ქვეშ უკვე არსებობდა მიწისქვეშა გვირაბი. ფერნანდომ მისი შესასვლელი იპოვა და გაიგო, რომ გვირაბის ერთ-ერთი დიდი მონაკვეთი ბანკიდან მხოლოდ 150 მეტრის დაშორებით იყო. უფრო მეტიც, გვირაბი დაახლოებით 6 მეტრი დიამეტრის და პირდაპირ ბანკის წინ გადიოდა. ფერნანდომ დახმარება სებასტიან ბოლსტერს თხოვა, მეგობარს, რომელსაც ელექტრონიკისა და მექანიკაში დიდი გამოცდილების გამო ინჟინერს ეძახდნენ. სებასტიანისთვის ეს შეთავაზება მოულოდნელი იყო, რადგან ფერნანდოს მხოლოდ მხატვრად და კანაფის მომხმარებლად იცნობდა და საერთოდ არ ქონა წარმოდგენა მის კრიმინალურ გამოცდილებაზე. ორივემ ბანკისა და გვირაბის დეტალური შესწავლა დაიწყო. ისინი საზომი ლენტებით ადგენდნენ ზუსტ მანძილებს. ბანკში კი ჩვეულებრივ კლიენტებად შედიოდნენ და ფარულად იღებდნენ ფოტოებს, რათა სეიფის მდებარეობაზე ზომები დაედგინათ. მათ ასევე სჭირდებოდათ ბანკის ოფიციალური გეგმა, რადგან საკუთარი გამოთვლები მხოლოდ მიახლოებით იყო. მაგრამ მალე ფერნანდო მიხვდა, რომ ასეთი მასშტაბის ოპერაციისთვის მხოლოდ ტექნიკური ცოდნა საკმარისი არ იქნებოდა. მათ კიდევ ერთი ადამიანი სჭირდებოდათ, რომელსაც ძარცვაში გამოცდილება ჰქონდა. ამიტომ ჯგუფს შეუერთდა იდუმალი კაცი, რომელსაც დოქტორს ეძახდნენ და რომლის ნამდვილი ვინაობაც არასდროს გამჟღავნებულა. ფერნანდომ დოქტორის დახმარებით საჭირო ადამიანები მოძებნა. პირველი იყო ბეტო დელატორე, ფინანსისტი, რომელსაც კრიმინალური წარსული და იარაღთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდა. როდესაც ფერნანდომ და დოქტორმა მას გეგმა გააცნეს, ბეტო მაშინვე დაინტერესდა. ფული არ ჰქონდა, მაგრამ თქვა, რომ თავის სატვირთოს გაყიდდა და ოპერაციას დააფინანსებდა. ასე გახდა ის ჯგუფში მესამე მთავარი წევრი. მეოთხე ადამიანი კი ფიზიკური სამუშაოსთვის სჭირდებოდათ. დოქტორმა მათ ლუის სილანესი შესთავაზა, რომელსაც მოძალადეს ეძახდნენ. მას კრიმინალური წარსული და ძარცვების დიდი გამოცდილება ჰქონდა, რის გამოც 15 წელი ციხეში ჰქონდა გატარებული. ლუისი ფიცხი და ძალადობისკენ მიდრეკილი იყო, თუმცა ამავე დროს ჭკვიანი, კარგი მსახიობი და თაღლითიც გახლდათ. საბოლოოდ ჯგუფი სრულად ჩამოყალიბდა. ფერნანდო ლიდერი, სებასტიანი ინჟინერი, ბეტო ფინანსისტი და ლუისი ძალისმიერი წევრი. ამის შემდეგ მათ გეგმის საბოლოო დეტალებზე დაიწყეს მუშაობა. საჭირო იყო ბანკის ზუსტი არქიტექტურული გეგმა, რათა გვირაბის მიმართულება და სიღრმე სწორად გამოეთვალათ. ლუისმა პირობა დადო, რომ გეგმებს იშოვიდა. რამდენიმე დღეში მათ მართლაც ჰქონდათ ბანკის სრული ნახაზი, თუმცა დღემდე უცნობია, როგორ მოიპოვა ის. ვინმე მოისყიდა თუ თავად შეაღწია მუნიციპალურ შენობაში. გეგმის მიხედვით გვირაბი პირდაპირ კი არ უნდა გაითხრათ, არამედ დიაგონალურად, რათა ზუსტად სეიფის ქვეშ აღმოჩენილიყვნენ. მათ გამოთვალეს დასაწყისის სიგრძე, კუთხეები და სხვა დეტალები. შემდეგ კი საჭირო აღჭურვილობა შეაგროვეს. მოიტანეს დიზელზე მომუშავე გენერატორი და საბურყი მოწყობილობები და სამუშაო დაიწყეს. გვირაბის ცხრა რამდენიმე თვე უნდა გაგრძელებულიყო, ამიტომ მათ ქუჩაში მუდმივად ყავდათ ადამიანი, რომელიც აკვირდებოდა სიტუაციას და ამოწმებდა, ხომ არ ისმოდა მიწისქვეშა სამუშაოების ხმა. მაგრამ კიდევ ერთი დიდი პრობლემა რჩებოდა. ბანკის სეიფის სენსორები. როგორც კი ვინმე შიგნით შედიოდა, სისტემა სხეულის სითბოს აფიქსირებდა. ფერნანდომ თავისი მხატვრული უნარები აქაც გამოიყენა და სპეციალური თერმოიზოლირებული ტანსაცმლის შექმნას სცადა.
ამისთვის კემპინგის საძილე ტომბრებს იყენებდა და თერმული კამერით ამოწმებდა, შეიძლებოდა თუ არა მათი სხეულის სითბოს დამალვა. თუმცა მალევე მიხვდა, რომ ეს გეგმა ზედმეტად სარისკო იყო. სეიფში 4 ადამიანი უნდა შესულიყო, თან უამრავი ნივთით და საკმაოდ დიდხანს უნდა ემუშავათ. დიდი ალბათობით სენსორები მათ მაინც აღმოაჩენდნენ. სწორედ მაშინ ფერნანდოს კიდევ ერთი ახალი იდეა მოუვიდა. მან გააცნობიერა, რომ გვირაბი სეიფში შესასვლელად საერთოდ არ უნდა გამოეყენებინათ, ის გაქცევისთვის უნდა გამოეყენებინათ. ანუ ბანკში შეღწევის ნაცვლად ისინი ძარცვას ჩვეულებრივად ბანკის მუშაობის დროს განახორციელებდნენ. პოლიციამ რამდენიმე წუთში შენობას ალყაში მოაქცევდა და იფიქრებდა, რომ ძარცველები ჯერ კიდევ შიგნით იყვნენ. სინამდვილეში კი ისინი სეიფიდან გვირაბში გადავიდოდნენ და მიწის ქვეშ გაუჩინარდებოდნენ. ფერნანდომ ინტერნეტშიც გადაამოწმა, ჰქონდა თუ არა ვინმეს მსგავსი მეთოდი გამოყენებული. ვერაფერი იპოვა, რაც ნიშნავდა, რომ პოლიცია ასეთ გაქცევას საერთოდ არ ელოდა. როცა ფერნანდომ ახალი გეგმა დანარჩენებს გააცნო, ისინიც გაოცებულები და აღფრთოვანებულები დარჩნენ. ახლა კი ამ გეგმისთვის იარაღის დამატება და ოპერაციის შემდეგი ეტაპის დაგეგმა იყო საჭირო. მთლიანი მომზადების პროცესი დაახლოებით 1 წელი გაგრძელდა. ამ პერიოდში მათ გვირაბი გათხარეს და შიგნით პატარა დამბაც ააშენეს, რათა წყლის დონე გარკვეულ სიმაღლეზე აეწიათ. მათი გეგმა იყო ნადავლი პატარა რეზინის ნავებით გადაეტანათ. შემდეგ გაქცევისთვის მარშრუტზე დაფიქრდნენ. თავდაპირველად კანალიზაციის მთავარ გასასვლელამდე მისვლას აპირებდნენ, მაგრამ მიხვდნენ, რომ პოლიცია პირველ რიგში სწორედ იქ ჩაკეტავდა გზას. ამიტომ საპირისპირო მიმართულება აირჩიეს, სადაც კანალიზაციის ჭები დაახლოებით ყოველ 10 მეტრში იყო. ერთ-ერთი მათგანი ბანკიდან 200 მეტრში შეარჩიეს და პირდაპირ მის თავზე სპეციალურად გაკეთებული ფურგონი დააყენეს. ფურგონის ძირში მათ ხვრელი გააკეთეს, რომელიც ზუსტად კანალიზაციის ჭის თავზე უნდა დამთხოვოდა. მანქანა ბეტონ მოიტანა და მის გარაში მთელი ჯგუფი ერთად მუშაობდა. სწორედ ამ დროს მოულოდნელად ბეტოს ცოლი გამოჩნდა. კაცებმა იკითხეს, თუ რატომ იყო ის გარაში, მაგრამ ბეტომ დაამშვიდა ისინი და უთხრა, რომ ცოლს ენდობოდა და სანერვიულო არაფერი იყო. ეს ქალი მოგვიანებით ამ ისტორიაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა. მათ ასევე სჭირდებოდათ მძღოლი, რომელიც გაქცევის დროს ფურგონში დაელოდებოდა მათ. ეს იყო მეორე უცნობი მონაწილე, რომელსაც ბიჭს ეძახდნენ. თუმცა კიდევ ერთი პრობლემა რჩებოდა. ბანკში ასობით სეიფის ყუთი იყო და მათი სათაოდ გახსნას საათები სჭირდებოდა. ამიტომ სებასტიანმა სპეციალური ჰიდრაულიკური მოწყობილობა შექმნა, რომელსაც ქვემეხი დაარქვა. მას თითოეული ყუთის საკეთის გადახვა დაახლოებით 7 წამში შეეძლო. საბოლოოდ ყველაფერი მზად იყო. კანალიზაციის გვირაბი, ბანკამდე გათხრილი ახალი გვირაბი, სეიფი, გაქცევის ადგილი და ფურგონი. 2006 წლის 13 იანვარს დადგა გადამწყვეტი დღე. სებასტიანი გვირაბში შევიდა და საჭირო აღჭურვილობამ რეზინის ნავებით დატოვა. შემდეგ ბანკის კედელთან მივიდა და ჯგუფისგან სიგნალს დაელოდა. ამ დროს ფერნანდო ბეტო და ლუისი ბანკის წინ შეიკრიბნენ. როგორც კი დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი მზად იყო, ბანკში შეიჭრნენ და თანამშრომლები და კლიენტები მძევლება დაიყვანეს. ყველას უბრძანეს იატაკზე პირქვედა წოლილიყვნენ. ბანკის დაცვის თანამშრომელი თავის ოთახში ჩაიკეტა. პოლიციას შეატყობინათ და რამდენიმე წუთში შენობა უკვე ალყაში იყო მოქცეული. ფერნანდომ სწორედ ამისთვის მოამზადა თავისი მთავარი ხრიკი. კაკაოს გეგმა. მის მიზანში იყო პოლიციას დაეჭირებინა, რომ ძარცველები ბანკიდან გაქცევას ცდილობდნენ. ერთ-ერთი ძევალი გარეთ გაიყვანეს, თითქოს გაქცევას აპირებდნენ. შემდეგ კი მაშინვე უკან დააბრუნეს. ბანკის წინ ფურგონიც კი ჰყავდათ დატოვებული, რათა პოლიციას ეკითხა, რომ სწორედ ამ მანქანით აპირებდნენ გაქცევას. გეგმამ იმუშავა. პოლიციის მეთაურმა ჩათვალა, რომ ძარცველებმა ბანკიდან გაქცევას სცადეს, მაგრამ როდესაც შენობა ალყაში მოაქციეს, უკან დაბრუნდნენ. ამიტომ დარწმუნებული იყო, რომ მათ სხვა გასასვლელი უბრალოდ არ ჰქონდათ. მაგრამ ერთი პრობლემა რჩებოდა. დაცვა, რომელიც ოთახში იყო ჩაკეტილი და პოლიციასთან პირდაპირ კავშირზე იმყოფებოდა. თუ ის მძარცველებს ბანკიდან გასვლისას დაინახავდა, ყველაფერს პოლიციას შეატყობინებდა. ლუისი მას ოთახიდან გამოსვლას თხოვდა და ემუქრებოდა, რომ წინააღმდეგობის შემთხვევაში ყველაფერი უარესად დასრულდებოდა. დაცვის თანამშრომელი მაინც უარზე იყო. ბოლოს ლუისმა ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელი აიყვანა. იარაღი თავზე მიადო და დაცვის თანამშრომელს დაემუქრა. როდესაც ქალმატირილი და ხვეწნა დაიწყო, დაცვის თანამშრომელმა ვეღარ გარისკა მისი სიცოცხლე. კარი გააღო, გარეთ გამოვიდა და იარაღი მაგიდაზე დადო. ნაცვის თანამშრომელი საბოლოოდ დანებდა. ლუისმა გაჩხრიკა ტელეფონი წაართვა და ბანკიდან გაუშვა. პოლიციასთან მისულმა დაცვამ დაადასტურა, რომ შიგნით 3 შეიარაღებული მძარცველი და დაახლოებით 30 მძევალი იმყოფებოდა. მან ისიც უთხრა, რომ მძარცველებმა ტელეფონები წაართვეს მძევლებს. ამასობაში ფერნანდომ გვირაბში მყოფ სებასტიანს სიგნალი მისცა, რომ სეიფზე მუშაობა დაიწყოთ. სებასტიანმა გათხრა დაიწყო და მალე მეორე მხრიდან ხმაური გაიგონა. ფერნანდო სწორედ იმ ადგილას კარატის გადაადგილების პროცესში იყო.
როცა ერთმანეთი დაინახეს, ფერნანდომ შვებით ამოისუდგა. აღმოჩნდა, რომ გვირაბი ზუსტად სწორ ადგილას ჰქონდათ გაყვანილი. სებასტიანი სეიფში შევიდა და თავისი ჰიდრავლიკური ხელსაწყოებით მუშაობა დაიწყო. მათი გათვლით 2 საათში დაახლოებით 400 სეიფის ყუთის გახსნას შეძლებდნენ. სანამ ფერნანდო და სებასტიანი ნადავლს აგროვებდნენ, ლუისი და პეტომ ძევლებს აკონტროლებდნენ და პოლიციას დროს აგარგვინებდნენ. პოლიციასთან მოლაპარაკებას ძირითადად ლუისი მართავდა. მისი მსახიობობისა და თაღლითობის უნარი აქაც გამოადგა. მან პოლიციის მეთაურს თავი გამოცდილ დამნაშავედ წარუდგინა და უთხრა, რომ 15 წელი ციხეში ჰქონდა გატარებული და პოლიციის ყველა ხრიკს იცნობდა. მეთაური მალე მიხვდა, რომ მის წინაშე გამოუცდელი მძარცველი არ იდგა. ლუისი მუდმივად იგონებდა ახალ ისტორიებს, რათა პოლიცია დაეყოვნებინა. ერთ მომენტში მან ადვოკატის ნომერიც კი მისცა. თუმცა როცა პოლიციამ დარეკა, თავად შეიცვალა ხმა და ადვოკატივით დაელაპარაკა. ამ გზით ის იმდენ დროს იგებდა, რამდენიც მის თანამძრახველებს სჭირდებოდათ, მაგრამ 2 საათის შემდეგ პრობლემა შეექმნათ. სებასტიანმა და ფერნანდომ მხოლოდ 157 სეიფის ყუთის გახსნა მოახერხეს და ჰიდრავლიკურ ხელსაწყოს გადახურების პრობლემებიც ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ნადავლი უკვე იმდენად დიდი იყო, რომ გადაწყვიტეს აღარ გაერისკათ და გაქცევის გეგმა დაეწყოთ. ლუისმა პოლიციას დაურეკა და უთხრა, რომ დანებებისთვის მზად იყვნენ, თუმცა სანამ ამას გააკეთებდნენ, პიცა მოითხოვა. თან დაჟინებით ითხოვა კონკრეტული იტალიური რესტორნიდან მოეტანათ პიცა, რომელიც ბანკიდან შორს მდებარეობდა. პოლიცია მოთხოვნას დათანხმდა და ამით მძარცველებმა კიდევ უფრო მეტი დრო მოიგეს. ამის შემდეგ მათ პოლიციასთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტეს. მძევლებს უბრძანეს იატაკზე პირქვედ დარჩენილიყვნენ და მოძრაობა არ დაეწყოთ. ამასობაში ფერნანდომ და სებასტიანმა ნადავლი ჩანთებში ჩაალაგეს და გვირაბში ჩაუშვეს. შემდეგ ლუისი და პეტო შეუერთდნენ მათ. სანამ ბანკს დატოვებდნენ, იარაღები სპეციალურად ნაჭერში გაახვიეს. შემდეგ გვირაბის შესასვლელთან ყალბი ბომბი დატოვეს, კარა და თავის ადგილზე დააბრუნეს და ყველა მიწის ქვეშ გაუჩინარდა. რეზინის ნავებით კანალიზაციის გვირაბში გაცურეს. ნადავლი გაქცევის ადგილამდე მიიტანეს და იქიდან პირდაპირ ფურგონში გადავიდნენ. შემდეგ წინასწარ მომზადებულ სამალავს მიეშურეს თავი. სახლში მისვლისთანავე ტელევიზორი ჩართეს და პოლიციის რეაქციას მშვიდად ელოდნენ. ყველაზე ირონიული კი ის იყო, რომ ამ დროს პოლიცია ჯერ კიდევ ბანკის წინ იდგა. მხოლოდ პიცის მიტანის შემდეგ მიხვდა მეთაური, რომ ლუისი აღარ პასუხობდა და სპეციალურ ძალებს ბანკში შეჭრა უბრძანა. მაგრამ როდესაც პოლიცია შიგნით შევიდა, ძევლების გარდა იქ არავინ დახვდა. მძარცველებმა გვირაბის შესასვლელი ისე დამალეს, რომ პოლიციამ თავიდან იფიქრა, რომ ისინი მძევლებს შორის იმალებოდნენ. ყველა მძევალი დაკითხვაზე გადაიყვანეს. მოგვიანებით კარადის უკან გვირაბი აღმოაჩინეს, თუმცა იქ დატოვებული ყალბი ბომბის გამო საქმეში ჯერ კიდევ მეტი სიფრთხილე დასჭირდათ. ამ ყველაფრის პარალელურად მძარცველები სამალავში ტელევიზორით უყურებდნენ საკუთარ ძარცვაზე განვითარებულ მოვლენებს და ნადავლს ინაწილებდნენ. ფული, ოქრო და ძვირფასეულობა იმდენი იყო, რომ საბოლოოდ მისი ღირებულება დაახლოებით $19 მილიონ აღემატებოდა. სწორედ ამიტომ ეს ძარცვა არგენტინის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბანკის ძარცვად იქცა. ჯგუფის წევრები შეთანხმდნენ, რომ ამის შემდეგ ერთმანეთს აღარ შეხვდებოდნენ და ყველამ თავისი წილი წაიღო. თუმცა მათ შორის ერთ-ერთი მალე თავად გახდებოდა პოლიციისთვის მთავარი გზა. პეტო, როგორც გახსოვთ, პეტოს ცოლმა ძარცვის შესახებ იცოდა. სახლში დაბრუნებულმა პეტომ შეამჩნია, რომ ნადავლის ერთ-ერთი ჩანთა გადაადგილებული იყო. როცა გახსნა, აღმოაჩინა, რომ რამდენიმე შეკვრა ფული აკლდა. ცოლმა მშვიდად აღიარა, რომ მას დაახლოებით $300,000 ჰქონდა აღებული. პეტო გაბრაზდა და ფულის დაბრუნება მოსთხოვა. კამათი გამწვავდა, ხოლო როცა ცოლმა უარი თქვა, პეტომ ნადავლის დამალვა გადაწყვიტა. მაგრამ როგორც კი სახლიდან გავიდა, გაბრაზებულმა ცოლმა პოლიციაში დარეკა. მას ეშინოდა, რომ პეტო ფულს სხვას დაახარჯავდა და უღალატებდა. საბოლოოდ პეტო დააკავეს. დაკითხვისას მან თანამძრახველების ვინაობა არ გამხილა, მაგრამ ცოლის ჩვენებამ, სატელეფონო მონაცემებმა და სხვა მტკიცებულებებმა პოლიცია 4 მთავარი წევრის კვალზე გაიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა მიმართულებით გაიქცნენ და ნადავლის სხვადასხვა ადგილას დამალეს, 4-ვე საბოლოოდ დააკავეს და გაასამართლეს. საინტერესო კი ის იყო, რომ ნაძარცვი ფულის დიდი ნაწილის პოვნა პოლიციამ არ შეძლო. მძარცველებმა ის იმდენად კარგად დამალეს, რომ მისი ადგილსამყოფელი ბოლომდე არ გაამხილეს. ყველას პატიმრობა მიესაჯა, ხოლო არგენტინაში ეს ძარცვა ისტორიაში დარჩა როგორც ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და დახვეწილი ბანკის ძარცვა, სადაც პოლიცია საათობით ბანკის გარშემო ალყაში იდგა. მაშინ როცა მძარცველები უკვე მიწის ქვეშ მილიონობით $-თან ერთად სრულიად მშვიდად გარბოდნენ. მათ 9-დან 15 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ, თუმცა არც ერთ სასჯელის სრულად მოხდა არ დასჭირვებია. კარგი ქცევის გამო ისინი ვადამდე გაათავისუფლეს. ფერნანდომ და სებასტიანმა დაახლოებით 2 წლის შემდეგ ციხის ნაცვლად შინაპატიმრობაში გააგრძელეს სასჯელი.
ბეტოსა და ლუის უფრო დიდი ვადები ჰქონდათ, რადგან წარსულშიც ჰქონდათ ნასამართლეობა, თუმცა საბოლოოდ მათაც გაცილებით ნაკლები დრო გაატარეს ციხეში, დაახლოებით 8 და 6 წელი. ამის მთავარი მიზეზი კი მათი ყველაზე უცნაური ხრიგი აღმოჩნდა. იარაღები, რომლითაც ბანკში შეიჭნენ, ნამდვილი არ იყო.